ახალქალაქი տեղաբնակիտական թանգարան։ Թանգարանը ներկայացնում է ախալքալակի և ամբողջ Ջավախքի տարածաշրջանի պատմությունը տարբեր ժամանակաշրջանների միջոցով։ Էթնոգրաֆիկական ցուցադրություններ, 18-ից 19-րդ դարերի գյուղական կենցաղ, ազգային հագուստներ, կահույք, աշխատանքային գործիքներ, հնագիտական գտածոներ, հին բրոնզեդարյան անտիկ և միջնադարյան ժամանակաշրջանների իրեր, որոնք հայտնաբերված են տարածաշրջանի տարածքներում։ Պատմական լուսանկարներ և փաստաթղթեր, քաղաքի զարգացման, կրթության և մշակույթի պատմությունից, ժամանակավոր ցուցադրություններ նվիրված տեղական հարեստներին, արվեստին և ժողովրդական ավանդույթներին։ Թանգարանը ներկայացնում է Ջավախքի բազմազան պատմությունն ու մշակույթը, հայերի, վրացիների և այլ համայնքների համատեղ ժառանգությամբ։ Տեղադրված է քաղաքի կենտրոնում և հարմար է այցելել զբոսանքի ընթացքում։ Հարմար վայր է ինչպես դպրոցականների, այնպես էլ պատմություն ու մշակույթ սիրողների համար։ Այստեղ կարող եք ավելի լավ ճանաչել, թե ինչպես է ապրել և զարգացել ախալքալակը տարբեր դարերում։ Բարև ձեզ հարգելի ունկնդիրներ, եթերում կրկին ախալքալակի ձայնը ռադիոն է։ Այսօր մենք գտնվում ենք ախալքալակի թանգարանում, որը գտնվում է Մաշտոցի 37 հասցեում։ Եկել ենք այստեղ ձեզ ներկայացնելու թանգարանի էքսպոնատները։ Երեքշաբթից մինչև շաբաթ կարող եք այցելել թանգարան ժամը 10-ից մինչև 6-ը։ Մոգեսալմեբիտ ჩვენი ყოფებით ახალქალაქში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ჩვენი მუზეუმი დაარსდა 1956 წელს, ხოლო 1972 წელს უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ჩვენ მუზეუმში დღევანდელ დღით ჩათვლით გვაქვს 4000-ზე მეტი ექსპონატები. მუზეუმში არის ადრინდელი და ახალი მომავლის ექსპონატები. ერთ-ერთი უძველესი ექსპონატი არის თონის სახლი, რომელიც ჯავახეთში ძალიან გავრცელებული იყო და ამ თონის სახლს უფრთხილებოდნენ, რადგან აქ აცხობდნენ პურს, აკეთებდნენ საჭმელს, ანუ როგორც პატარა სამზარეულო, მაგრამ უფრო უმეტესად გამოიყენებდნენ როგორც პურის საცხობ ადგილს. აქ არის ძალიან ძველი თითო ექსპონატი, მაგალითად გობი. ამ გობში ცომს ზილავდნენ, უფრო სწორად აქ იმაში, ხორბალს ფქვავდნენ, შემდეგ გობში ცომს ზილავდნენ. იგივე გვაქვს ხის მაგიდა, სადაც გუნდებს ამოგუნდავდნენ და გახურებულ თონეში აკრავდნენ პურს. აქ უფრო რომ დავაკვირდეთ, თონის სახლში უფრო ხშირად იყენებდნენ ხის დამზადებულ ჭურჭელს, ლითონის ჭურჭელს. ანუ სხვა ისეთ თანამედროვე და ისეთი რაღაცები არ იყო, როგორც ეხლა გვაქვს კერამიკა და ისა, უფრო ხისგან იყო დამზადებული ადრინდელი ჭურჭელი. ეს არის დოხობურების ტანსაცმელი, ქალის ტანსაცმელი, რომელიც დოხობურები იწმენდნენ. ვინ არიან დოხობურები? რუსეთიდან ჩამოსულები 1958-59 წლებში, რომელიც გამოიყო რუსეთის სახელმწიფოს და ჩამოვიდნენ საქართველოში. ისინი დასახლდნენ დღევანდელ დღის ნინოწმინდის რაიონში, ადრინდელი ბაგდანოვკა. ანუ 7 სოფელში დასახლდა ეს დოხობურები 7 სოფელში დასახლდნენ, ადრე ბაგდანოვკა, არლოვკა, გარლოვკა და ასე შემდეგ. ანუ იყო სოფელი, ეს 7 სოფელი იყო სოფელი და სადაც ცხოვრობდნენ დოხობურები. ისინი მისდევდნენ მიწათმოქმედებას და საქონელს ინახავდნენ უხვად. აქ არის მათი მოქსოვილი და მათი ხელით შეკერილი ტანისამოსი, რომელიც ისინი ყოველდღიურად იცმევდნენ. არის აგრეთვე ტყავით დამზადებული ფაჩუჩები, რომელიც თავითი ხელით არის აგრეთვე შეკერილი.
აქ გვაქვს ფარდაგები, ხალიჩები, რომლებიც არის ხელით მოქსოვილი, იგივე პროცესით იმეორებდნენ ძაფს, ქსოვდნენ, ამუშავებდნენ ძაფს და სულ ხელით ქსოვდნენ ამ ფარდაგებს და ხალიჩებს, ფერებსაც აძლევდნენ, სულ ბუნებრივი საღებავებით იყო შეღებილი. უამრავი სხვადასხვა უზორები არის ამ ფარდაგებში მოცემული და ძალიან ძველია. მე-19-მე-18 საუკუნეშია ეს ფარდაგები მოქსოვილი. ეს არის სამავარი, რომელიც უძველესი დროინდელი არის, ძალიან მე-19 საუკუნეში არის არქეოლოგების გათხრების შედეგად აღმოჩენილი, რომლებიც დენი და რამე რო არ იყო, უფრო ცეცხლის საშუალებით აცხელებდნენ და მიირთმევდნენ ჩაის. ის მეორე უფრო თანამედროვეა, ახალი, ანუ დენზე იყო, წყალს ჩაასხავდნენ და დენით აცხელებდნენ და ისე მიირთმევდნენ ჩაის. ეს არის ახალქალაქში ექსპონატები, რომლებიც 1968-69 წლებში იყო ჩატარებული ექსპედიციები ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და მათ ჩაატარეს არქეოლოგიური გათხრები და აღმოაჩინეს ცხოველის ძვლები. რას ნიშნავდა ეს, ანუ რა ძვლებია? ეს ძვლები არის ცხოველების ძვლები, ანუ ჩვენს რაიონში, ჯავახეთში განვითარებული იყო ცხოველმოქმედება. არის აგრეთვე ზღვის ქვები აღმოჩენილი, ჯავახეთის რაიონში არის აღმოჩენილი ზღვის ქვები. ეს იმას მოგვანიშნებს, რომ ჯავახეთის რაიონში ოდესღაც ყოფილა ზღვის ფსკერი. აქ არის ექსპედიციის შედეგად ეგრეთვე აღმოჩენილი არის წყლის მილები, სადაც სასმელი წყალი მიედინებოდა ამ თიხისგან დამზადებულ მილებში. მოცემული აქ გვაქვს სოფლის მეურნეობა, მისდევდნენ ჩვენი ხალხი, ჯავახეთის ხალხი, სოფლის მეურნეობა იყო განვითარებული ძალიან დიდად და უფრო ცხოველ მოქმედებას მისდევდნენ. სოფლის მეურნეობა, როგორ აგროვებდნენ თივას, როგორ აძოვებდნენ საქონელს. ეს არის ეზრუმელი ქალბატონი, რომელსაც ასვია მათი ფორმა, ეზრუმიდან ჩამოსული სომეხი ქალი, მათი ტანისამოსი არის მოცემული აქ რა ტანსამოს ისმევდნენ, ანუ უფრო მიგვითითებს იმას, რომ უფრო მდიდარი და შეძლებული ქალბატონის ტანისამოსია ესა. ეს არის ქართველი მამაკაცის ჩოხა ახალუხი, რომელიც ამ ტანისამოსით დადიოდნენ მამაკაცები, უფრო ხშირად, ძველად ამ ტანსაცმლით დადიოდა ჩვენი მამაკაცები ჩოხა ახალუხი. ეს არის სელით მოქსოვილი ტანსაცმელი, რომელიც ხელით ქსოვდნენ და ჩვენი ჯავახეთის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა იწმევდა ამ ტანსაცმელს. ეს არის შოთა რუსთაველი, ფოტო არის გადაღებული ხერთვისის ციხესთან, ანუ ვარძიასთან მიმავალ გზაზე, ერთ-ერთი განთქმული მწერალი მე-12-მე-13 საუკუნეებში მოღვაწეობდა ეს მწერალი. აქ გვაქვს აგრეთვე ძველი უთოები მოცემული, რომლებშიც ნაკვერჩხარს ყრიდნენ და ისე აცხელებდნენ უთოს, რომ დაეუთოებინათ ტანისამოსი. ჯავახეთში განთქმული იყო ეს უთო ძველი. აგრეთვე გვაქვს ლამპები, რომელშიც ასხავდნენ ნავთს და ამით ანათებდნენ სახლს. ამ ფოტოზე არის მოცემული ქალბატონი და მამაკაცი, რომლებიც ამუშავებენ მიწას, თესავენ კარტოფილს და მოჰყავთ. როგორ ემჩნევა ამ სურათში, რომ ძალიან თბილი და საყვარელი ოჯახია, ანუ მიწათმოქმედებას მისდევდნენ ამ პერიოდში, მე-19-მე-18 საუკუნეში.
ქვევრი არის აღმოჩენილი სოფელ ლომატურცხში, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ ჩვენს რაიონში, ჯავახეთში მისდევდნენ ღვინოთ მოქმედებას, მისდევდნენ, ანუ იმ პერიოდში ძალიან ტემპერატურა იყო უფრო მაღალი, ანუ ყურძნის მოსავალს ხელს არ უშლიდა. აქ გვაქვს აგრეთვე მოცემული თიხით დამზადებული ჭურჭელი, ხით დამზადებული ჭურჭელი, რომელიც სახლში, ოჯახში გამოიყენებდნენ როგორც ჭურჭელი. ამ თიხის ჭურჭელში ინახავდნენ ყველს, რძეს, უფრო დიდხანს ძლებდა და უფრო ხარისხიანად ინახებოდა რძისა და რძის პროდუქტი. დიახ. გვაქვს აგრეთვე გუგუმები, რომელიც არის უფრო ლითონით ექსპედიციამ აგრეთვე აღმოაჩინა, უამრავი აღმოჩენა იყო ჩვენ სოფლის მეურნეობაში, ჩვენ სოფლებში, ოჯახებში ძალიან ბევრს ჰქონდათ ეს გუგუმები აღმოჩენილი, ანუ ოჯახებში დიდხანს ინახავდნენ ამას, ამ გუგუმებს გამოიყენებოდნენ წყლის მოსატანად, რძის შესანახავად და ასე შემდეგ. ეს არის ძველი ქამრები, რომლებიც არის ვერცხლისა და ჩვენ მოსახლეობამ გადმოსცა მუზეუმს, რადგან ძველი იყო და მუზეუმში ეს არის ჭურჭელი, რომლებიც ოჯახში გამოიყენებდნენ, უფრო შეძლებული ოჯახი გამოიყენებდა ამ ჭურჭელს. აქ გვაქვს აგრეთვე ხელსამაჯური, ყელსაბამი და ასე შემდეგ. ეს ქვები და ეს დატეხილი გუგუმები და ქოთნები აგრეთვე ექსპედიციამ აღმოაჩინა ჩვენს რაიონში. აქაც გვაქვს აგრეთვე გრიგორ ბაბაიანის ნამუშევრები, სულ ხელით არის შედგენილი. ეს არის სამხედრო გემები, რომლებიც მან გრიგორ ბაბაიანმა თავისი ხელით შექმნა 1959 წელს. ეს არის პარავოზი, ეს არის სამხედრო გემები და მან მუზეუმს გადმოსცა საჩუქრად. ჩვენს მუზეუმში იმდენი ადგილი არა გვაქვს, რაც ამ კედელზე არის მოცემული სურათები. 300-ზე მეტი ადამიანი ჩვენს რაიონში იყო განთქმული პროფესორი და მეცნიერი. აქ არის სულ ჩვენი რაიონის მეცნიერები, პროფესორები, ექიმები, რომლებიც ჩვენს მუზეუმში მათი ფოტოებით არის სავსე. 1915 წელს ამ ოთახში არის მოცემული სომეხი ერის გენოციდი, რომელიც მოხდა 1915 წელს. სამხედრო ოთახი, სადაც არის მოცემული, ამ ოთახში გვაქვს ჩვენი რაიონის ყოფილი გენერალების, მაიორების, პოლკოვნიკის ტანსაცმელი. აქ არის 1940 წელს დაღუპული სამხედრო პირების დაღუპული სურათები. აქ გვაქვს მოცემული მათი ისტორია, თუ რა ადგილას დაიღუპნენ, როგორ დაიღუპნენ, საიდან წავიდნენ. ეს ამ ფოტოებზე ვინც არიან ჩვენი რაიონიდან არიან ეს ხალხი სულ. Ձեզ հետ էր ախալքավակի ձայն ռադիո հաղորդումը։ Մնացեք մեզ հետ, որպեսզի հետագայում դիտեք մեր հետաքրքիր հաղորդումները։